გამარჯობათ. როგორ ხართ? Hi everybody. როგორ ხართ ხალხო? რა ხდება თქვენსკენ ახალი? ბებო. რა? ის გაგიშ. გასი. რა უშოთზე? რა თქმა. აი ფეჩი მოუკიდე რა უნდა მინდოდეს რა. რას გიშლავს? უიც ასანთია. რას გიშლავს? რა ნერეცა? ასანთია რა გვაქვს? აღარა გვაქვს. ვა, ხალხო რას უშვებით ათმასაც? ჭამთ თუ რა ხდება? სიგარეტიდან არ აღწევ. ჭამთ კითხობათ. როგორ ახართ ჩემოთბილებო და ტბილებო? როგორ დაიზარა დგომა და გაზთან ახლოს ყوانთო? როგორ ახართ? რა ხდება? თქვენსკენ კარგი და ახალი. გილოცავთ დღევანდელ დღეს. ბზობას. მისი ძალი და მადლი გფარავდეთ. ჯანმრთელობას გისურვებთ და ყველაფერი საუკეთესოს. ხამიდი გიუში. გილოცავთ ხალხო ბზობას. დაესწარით მრავალს. ჯანმრთელები, გახარებულები, უფლის წყალობა არ მოგაკლოთ ღმერთმა. რანაირად თქვი? უფლის წყალობა არ მოგაკლოთ ღმერთმა. ძალიან მაგარი თქმა იყო. რა გინდა შვინივაც თქვი. სხვანაირად მინდოდა ხალხო თქმა და ხო გაიგეთ. რა თქვი, რა ვიგულისხმე ხალხო. სხვანაირად მინდოდა თქმა და სხვანაირად გამომივიდა. მაგრამ it's okay. რა სადრა. რა ვიცი, ჩიჩილი გონდა და სგონია ჭუჭყი გონდა ოასია ჩიჩილი შორიდან. დაიწყო დალალები. დაიწყოთ დალალები. დალალები. დაიწყე გიორგი დალალები. აი ასე გონია იქ ჩდილი რომ აი მე თქვი რა სიტყვა თუნე კარგი გაუღია და უცბად რა თქვი რა სიტყვა წამოვიდა. რა ხდება? ჩვენსკენ ძველებურად ყველაფერი. გიორგის ისევე ტკივა კბილი, მაგრამ ცოტა შედეგი მაქვს. ანტიბიოტიკს ვასმე. ხო, ცოტა შედეგი. და მე მივიყვან ექიმთან რომ დაწყდეს კბილი. ხო. უთლა მაგრა ტკივილია დაეწყოს. უნდა მე ექიმთან აუცილებლად უნდა მივიდე. ყველაფერი დადეთ, რა არის ულაპარაკო. კი, დავლი, აუცილებლად უნდა მივიდე სტომატოლოგთან, რომ ისევე არ ამტკივდეს, ისევ არ ამტკივდეს. წყალს ვერ ასვამს ისე. და რა გაქვს, რა არის ულაპარაკო. მე რა ვიცი. მიწერ ერთი მხაჭაბუს ხوارფერი გაურია იმან. გლახად ვლაპარაკობ დღეს, არაყი ხომ არ ჩააცხაიქნით. ვისკო. ჰა? თუ ვისკი ჩამისხა იშიგინთ არა. ვისკო ჩააცხო ვისკო. ბოდიში ხალხო თუ უნდა გავიშალო. ხალხო აი ჭიქითავს ვარ. წყალს სახალწრო ჭიქით. საწრობით მოვიყუდებ ხოლმე ხალხო პატარა ბავშვით. მე ჩაის გესწარ თუ გინდა. ეს რატო ახანა სველი? მე რა ვიცი, წყალი. მე დავუყარეთ ზეგან. ოხი რა. ნუ იმე რა ქნა. რა ქენი გიორგი? მეთქი გაბუჯდა. თურმე ძრება ხო ოდესა და აღარ გამახსენდა უცბად მეთქი გაბუჯდა. მე მეგონა გაგტეხე და დარჩი ისე თქო. ხალხო ახალი წელი მოვიდა ჩემთან. აი ახალი წელი მოდის. ჰო ჰო ჰო. დინდონ. Merry Christmas ხალხო. ახალი წელი მოვიდა ჩემთან. ჩიკა ახალი წელისა აქ. ვაიმე, ხალხო ამის უთქმელი არაფერი არ არსებობს რა. აი გექცებ თუ რა მიარსებობდეს ამის უთქმელი რა. ენაკ, ნუ იტყვი რა. სასწაულია, მაგრამ ხმა არ მოიღოს არ შეიძლება დედა იაქანაც არის აი. მაგიდაზე ტილო არ გადაუსვა შეიძლება. არ გადაუსვა შეიძლება. გაწმინდო. ბაქტერია აქვს. ტილოს და ბაქტერია აქვს და ბაქტერია აქვს ტილოს. ტილოს ბაქტერია აქვს და ვაიმე დედა მე. ბაქტერია. ხო და აი ჩემ პონჯერაზე
რა ნიმუში აქ დადებული ვიდაადო პრისი. მე გიორგი რა უნდა გითხრა შაშანის რა ქვია ის ხო მოვიდაო რა ქვია რა საჭმელდი ტრედი მოვიდა სამჯერ მოაკაკუნა აქა ხო აქანა დღეს ჩვენი მას ფანჯარასთან ეგ კარგია სამჯერ მოვიდა ეგ ღმერთის ანგელოზია ღმერთი მოდის ჩვენ ღმერთი მოდის ღმერთი უშვებს ანგელოზს ვაიმე გიორგი აი ხორბალი გვაგდედი და მე დაუყაროთ ხო ახლა რაც მოვა ხვალ დილი ხო დღისი სამჯერ მოაკაკუნა ტრედვა მე ვთქვი რა არის რა თან აკაკუნებს ხო სამჯერ გავედი სამჯერ მე წავიდა და იქანა ხევაზე დაჭდებოდა ღუღუნებს თან შაშანა სახდგომის პერიოდებში მოვიდა მე ვთქვი გიორგი მუამედკი უნდა უთხრა რომ შაშანიძე გვაქხოლბალი ხო ხო არის მოიცა ის სველი არ ვაჭავთ არ მოვა არა სველი არა ტრედიშნალია იგენა მაგ ვაცისე მოკლავს აცის ხორბალია სულ ხორბალი არა დეი ეგ არის ღმერთის აი ხალხო თქვენთან თუ მოვიდა ანგელოზი ან აივანზე ან ფანჯარასთან მოფრინდა ანგელოზი თქო რა ქვია მაგას ტრედი ეგ არის ღმერთის გამოშვებული ანგელოზი და ღმერთის ნიშანია რო თქვენთან არის ხო გევნები მე მეგონა ხარ რა ბრაგუნობს თქვა გამოვედი ერთი მოარტყა ვერ დავინახე მეორეთ მოარტყა მესამეთ გავიდა მე გაფრინდა იქანა დაჭდა ხო პატარა ცოტა პატარა გაიზრდებოდა მარასიზავდა შაშან ბარტყი იყო პატარა საყვარელი თან როგორი ლამაზია და გიორგი იყოს მეთქი რომ ჩამოარდა მავიწყდეს მეთქი კაია ეგ ყველაზე კარგია ტრედი ყველაზე ორჯი სამჯელი უფალი ხო არის ესე და თქვენ თავსავცა ხეივანზე დაჭდა პირთ აიმე კაია კეთკი ჩემ გუნებაში მე ვქი შაშა რომ იძახოდა მეთქი გიორგი და მე კიდე არ მეძის შეცუდათ რო იყავი იქიდან რომ მოვედით შაშა სასაფლაოდან თუ რაღაცაიდან მოვედით იმიდან მაღაზიაში ვიყავი ხო არის იყო სამალი რო დაალიე ხო მე ხო მოვიდა სამჯერ მოვიდა ზუსტად ის მაშინაც სამჯერ მოფრინდა ცუდად რატო უნდა გახდი ცუდად იყავი მე მოვიდა როცა კარგა გახდი სამჯერ მოფრინდა რატო უნდა გახდი ეგამა ცუდად ყოფნის კი არ არის ეგ ყველაზე ხალხო აბა დაწერეთ ტრედი რომ მოვა აი ყოველ აღდგომის პერიოდში ამ დროებში მოდის მე მგონი ამ სარკესთან მოდის მგონი ბზობას მოვიდა მაშინ ბზობას მოვიდა კი მე მგონი ეგრე მაგ ხალხო სხვათა შორის ის არის აქვია შაშან გადაღებულიც ამაქვს და დამიწერეს მე რომ ის არისო ღმერთის ანგელოზიაო აბა ხალხო თქვენც თქვით რას ნიშნავს ეგ შაშანაც ამ დროს მოვიდა ტრედი და წელსაც ამ დროს მოვიდა და სამჯერ აკაკუნებს ფანჯარაზე. სამჯერ მოაკაკუნებს ფანჯარაზე, გავალ მე დაუყრი ხოლმე და ჭამს სხვათა შორის იმას. ხო, და აბა რას ნიშნავს? შარშანაც ეგრე ექნა. ხო. კარგი ნიშანია. ტრედის ერთად შვიდობის სიმბოლოა. გიორგი ცოლს მოიყვანს. ეტობა. გოსტა რა გაჩუმჩუმ გაგუნაცო. ეტობა. ფრინავიჭიკა გინახავს? არა. ფრინავიჭიკა არ მინახავდა, თვითფრინავიჭიკა. დაინახა. მე რომ გადაგარტყა. გამოუშვებ ჭიკას. მე კი არ მოვა. დავიჭირო. მე კი არ მოვალო. აი რას ნიშნავს? მართლა შვიდობის სიმბოლოა ეგ. ტრედის ზოგადად შვიდობის სიმბოლოა. ხო, ტრედის. ხო, გევლები სამჯერ მოაკაკუნა, ხო გევლები და მე ვთქვი რა ბრახუნობს რა არის. ზეთისხილის რტო თუ მოიტანა. დედა, კიდე ზეთისხილის რტო თუ მოიტანა ტრედმა, ეგ კიდე უკეთესი. ეგ რა არის? ზეთისხილის რტო. ეგ რა? ტოტი. ტოტი მესმის, მაგრამ პასაიდან მოიტანს მაგას. აქ არ არის ზეთისხილი. ზეთისხილი აქ არა გვაქვს და. ხო, ოპტინზე. რა ვიცი წავა სადმე ნახავს და ან თიმუდან გამოიწეს. ან ამაზონიდან ხო ონლაინ გამოწერები ხო მაგათთანაც იქნება. ეს მეკავება ეს ადგილი. დაზე. ეს ხსილი ხო გასიებული და მე გავაცხელო და გამოვივლო. იმას ვივლებ ხოლმე კიდე სოდიან წყალს. ხო და აუგმენტინს ვასმევ ხალხს. და თურმე კარგი შედარებით ქონდა. იქნება გაპარცო მე. შედარებით აღარა აქვს ისე. გაიპარცო. აი გასიებული რო ეს ვერ აღეს და ვერ ჭამს. უფრო ქონდა გიორგი შენ, რანაირად ქონდა იყბა. ამაშიც ქონდა აი ამ ადგილას ესეც გასიებული. ხო.
აბარა გაკისე. აუ შესოთ როცა დაჩიშკებული გაქვს აი ეს პირის ღრუ თავში არა ვარდეს აი ის რაღაცა სანამ ექიმამდე ანტიბიოტიკი უნდა დალიო ისედაც ექიმი დაუნიშნავდა ახლა ამას ანტიბიოტიკს ვარიანტი არის და მეც მინდა ანტიბიოტიკი ახლა რომ მაქვს ის უნდა დავლიო და სხვათა შორის მოვიხსნათ შიშები და მივიდეთ იმასთან რა ქვია გიორგი ჩემ სტომატოლოგთან კბილებს იცი რამდენი ხელი უნდა გან ერთი მისულაკი ჩემს ხო არ უნდა შენი დედა არა გაქვს ისე გაფუჭებული მაგრამ 70 კბილი მაქვს გასაკეთებელი როგორ არა მაქვს დედა 70 კბილი პირში არ არის რამდენი კბილია პირშება საერთოდ 32 კბილი სულ არა მაქვს აბა რა არა გაქვს ჩაშლილია ყველა თითქმის არც ერთი ვარგა სხვათა შორის მე კარიესიც ამაქვს და იმიტომ ქნა ესე კარიესი იწევს ხოლმე დავიწყე სტომატოლოგიით ლაპარაკი ვაიმე გიორგი ხანდახან ბრძუნული აზრები მომდის ხოლმე ხანდახან სტომატოლოგიც ვიქნები ხანდახან მასწავლებელიც ვიქნები და ასე ხანდახან ისიც ხანდახან წაუინგლისურებ ხოლმე ხანდახან ქირურგი ხო და ასე ასე გავა დრო არა როგორ გვინდა ხანდახან ექიმებიც უნდა ვიყოთ ხანდახან ჩემებზე გადავალ კი ბატონო ხანდახან ფსიქოლოგიც ვიქნები ხო ისე ხო არ დავიწყო ფსიქოლოგობა ჰა რა სიტყვით ხალხო რა ვიცი ერთი დეპრესიანი კი მყავს და მე რო დამაბრალა შავი ნუგაცი აი დღეს ხალხო დღეს ვიყავი შავებში გამოწყობილი შენ შავებში ხარ გამოწყობილი სპეციალურად ჩანთად შავი წავიღე რომ შავი ყოფილიყო შენ დღეს შავი გაგების ვიყავი არა უხდება გიორგი რაღაცა ფერადიც უნდა შემოვიტანო გარდერობში თორე ცუდად არის საქმე კაი სიტყვა წამოვიდა აქეთ წამოვიდა პირდაპირ უშეკარი აქეთ აი მე მომხვდა სახეში კაია სიტყვა აი ახლა რომ ზამთარი აპრილში ბევრჯერ ფეჩია მიღია და აღარ დაგვინთია ფეჩი და ახლა ფეჩი კი არა ყაზბეგში თოვლია მე კი ნაღამ წინა იმეებში რა ქვია დღეებში რავარი კაი ამინდები იყო მე მეგონა მოვიდა უკვე ზაფხული და სიომეთი დავიწვევი ციცხითა თქვა და რას დაიწვევი ყინვა არის ავიღოთო უკვე ხასი ფეჩი ავიღოთ ხო გავყინას საზაფხაოზეც მოვაწარეთ კიდევ კარგი წასვლა მე მგონი ხარ კაი ამინდი არისო რა წვიმს და რა კაი კარგი იყო ეხლა წასული ყობე წყალში სასაფლაოზე არიან წასული ცოტა კონკრეტულად იმიყავი თუ მაგრამ ცოტა სკდი გამბოს ამის ისე დავალაგეთ კარგად გადაღებულიც დავაპრიალებ ფოცხივით ვაპრიალებდი იმას აქვია სულ ხელით მოფოცხე ხო ცოტ ჯერ დაფოცხე ხელი და მე ცოცხი ხონდაც ეს რა ეკლიანი ბალახები ამოდის გამაგებინა ბაბუა შენი რო ხო რა ეკლიანი ბალახები არა უბედურება ეკლები კი არ არის გიორგი ეკალი კი არ არის გიორგი წვრილია წიწვებით არის აღარ წიწვები იცი რისია დედა იქანა ის რო არის რა ქვია წინა ნაძვი რო არის ნაძვი და წიწვები ხო აქ ასე ამ სიგძე რაღაცები ეგენია ხო ეგენია ალბათ რამდენჯერ იმას აქვენ იმდენჯერ შემერჭო ეგ არის ხო იგი ისა ნაძვია ნაძვის წიწვები გლახა ბალახია მო არ არის გლახა კარგი ბალახებია არა იგლახა ცოტა შორის არისო გლახა არისო წელს არისო ძალიან ძალიან დიდი ბალახი არისო შაშარო ბალახი იყო ისეთი არისო წელს აი ლევანი ბრუგასუფთავა ეთყობა იქ გამოძიჭკნა ყოლა არისო აი რო თქვა შარშან ბალახი იყო ნუ არ ვიცი რა კიდე სამ პარკი წავიღე სამ კი არა 4 პარკი წავიღე გავავსეთ ისინი და წაიღე ხო სკილი პარკები წავიღე და იმას ჩავ აი მე შოკი მქონდა თქმა მინდოდა მავიწყდებოდა მაგრამ ხან პარკები წავიღე მე წინასწარ მქონდა პარკები მაშინ რომ მივდიოდი და მოვტრიალდი ხო გახსოვს ჩალაგიბლას წამომიღე იქ პარკები იყო და გიორგი ხო და თურმე სელფის ჯოხი იმაში მქონია სელფის ჯოხი თურმე იქ დამიტოვია იქიდან პარკში წვიმები იყო იმის მერე კიდევ კარგი არ გაფუჭდა ხო და ხო
ხო და ის არის რა ქვია გადავატრიალებ მთელი სახლი ქვევით ჩავედი აქ იმას აქვენი აქაც ვიპოვე გადავატრიალებ ხალხო მქონდა გახვეული თუნდე პარკში კი აფე ჩაუვიდოდა რა ჩაუვიდოდა პარკში გარეთ რო პარკი მინდოდა ის შენი იზარა ხო იქ წაღება მინდოდა გზაში მინდოდა რომ არა გამიგებინა სელფის ჩოხი აღარ სადაღარ გადაგვიღია სელფის ჩოხით და გარეთ რა დღეს დღეს კი არა საერთოდ იმ როლაპარაკობ არა მის მერი აღარ გადაგვიღია სელფის ჩოხით აი რომ ის მოტრიალდი მე აღარ მისვლა რომ მოტრიალდი ხო გახსოვს პარკში ჩავიდა ჩადევიო პარკში ჩადევით, ხო, სახში მივარ თუ და- ამ მერი ამოვიღებო და დავდევი აიქანა მიც დამოვიწყდა და ამასაც და იმ დღეს რომ მივდიოდით კაკრას ეძებს გამწარებულს გადავატრიალე ხალხო მთელი სახლი სელფის ჩოხი სად არის სელფის ჩოხი სად არისო და მე მეუთხარი გიომეთქი გა თავში დამარტყა უცბად სადღაც ვიყავი და დამრჩა არა სად ვიყავი იმის მერე აღარ ყოფილი ვარ ასად და არა არსად არ იყავი კაცო ან სადღაც ჩავდი დავკარგე მე ვიპოვეთ ბოლო გაბენჯგულში უხდება წვე უხდება მაგრამ აპარატ ვინ უნდა დედა არა გაიპარსოს გოპარსოს მიჯა გამარცე შენ მიგაკა საუშოს მე შეხარ რა ის რა ქვია იმაში რომ მიდიხარ სალონში რა თვითონ არ გიკეთებენ რა რამშულმა სალონში დაჯდები თუ სახში რა უშოს გაჩუნდი რა სულ გლახალბე მითქვია მე იქ სალონში კარგად აკეთებენ ხო და ის არის სელფის ჯოხია და მე ვთქვათ გარეთად ბარბერშოპში დღეს კიდე იმას ვფიქრობდი ის და მეკარგა აი გაზის მოსაჭერები ხამუთები ვით არის ხამუთები ვიცი მე სხვა ქართულად არ ვიცი რა ქვია ხო და ის არის თუნდაც დედაჩემ ჩაულაგებია იქ აქ და მოვინაცვლე აი ჩაულაგებია სადღაც აი ჩაულაგებია ბიბიაშენს და მე კიდე დღეს დღე გადავახოთი ახლა ის საიდან მოიტანე ის აქ რა არის თქო და მეც ხო ვიცი რა არის და იქნებ ჩავდები მე ვიპოვე იმ დღეს რო აი ქვემოთ ტელევიზორში დავლა ხო დავალაგე ისა ტელევიზორში და იქ ყოფილა იქ კუთხეში რაღაცა ჭიქაში თუ რაღაცაში ყოფილა ჩაყრილი და უიმე მეთქი ეს რა კარგი აქანა მოვინაცვლე მეთქი და იმ გაზის იმას ხუჩაბაც უნდა დავიბანო რომ მე ვეღარ დავიბან ხალხო არა დიდ ხუჩაბაც კაია დაბანო მაგრამ იგრათ მინდა იმისთვის მაგრამ მაიც როგორად ხინდა ეგ ისა დაბანისთვის ხო მაგრამ მაიც მართალი და დავიბანო ხუჩაბაც რომ მე ვეღარ დავიბან და რაც თავარია შამპონი 5 თვე მეყოფა ყვირას უწევს შაბათს ყვირას ფონი ყვირას უწევს და უშაბათს უნდა გადახვიდე ყოველ კვირას ხალხო როგორ ის მოვიდა რა ქვია მალე შაშან ციგრიერი ყო შაშან მაისში 12 მაისს შაშან ყოველ აი არ მოდის ერთი მასე საერთოდ კარგად ეხოდეთ ან არის მაისში ან არის აპრილში სხვა თვეში არ გადადის მაისში გიორგობაც მოდის 26 მაისს 23-ში ნოემბერში ხო 6-ია დე 23-ზე წავედი იმიტომ რომ ნოემბერშია 23-ში სხვათა შორის მარიამობასაც ორჯერ აღნიშნავთ წვიმს მე რა ვიცი მოიცა ესე მაგრა გაწვიმდა წვიმს მოიყუთვნი რაღაც შეცნი ხალხო ცივა იცი წვიმა ჯანმრთელი აღარ გვინდა წვიმა გაგვანებეთ თავი და ცივა აღარ გვინდა ჯერ არ მოთვებოდა და ისე მაგრამ შაშანამ დროს არ კარგია მინდები მე სამაგიეროდ აღდგომაზე იყო წვიმა ხო აღდგომას წვიმა წლის გადავასწრა დედა რა მაგარი წვიმა იყო წლის გადავედით ო მე სამუშოზე გადავასწარეთ გადავედით გადმოვედით შემოვედით სახში და დაუშვა ხო ახლა ეგრე წავალ რა
ბევრი ხალხის მოგროვება. დღისი ჯობია რომ წავიდეთ, ხო? ცოტა ადრე და გადამოვალ და მე აქ გავშლის უფრას. მე ქვეყნის ხალხი მოგროვდება ხოლმე და რია არია იქ. აი მე ვისაც იქ უხარიან ჭამალს, აი ბედნიერს რა გულია, აი ხარ დავჯდები და საჭმელს არ შევჭამ ხალხნო რომ მოიცა ის ჩვენ იმაზე სად უნდა დაჯდე იქით. ზოგს გადახურული მაინც აქ. პატარა მაგი და არის, მაგრამ ზეანათე პირდაპირ. ახლა ეგრია ხარს ახლა რაც არის გამარტო ჩვენ კი არა გვაქვს ყველას ეგრია გადახდილი რა ზოგს აქ დაფარებული ზოგ მე რა ეგ კი არა თავისი წილი ყველაფერი უნდა მოხდეს იმ რა ხო არა დაფარებული რა უნდა ეგეთი ის არის ეგ იმიტომ უნდა იყოს ღია უნდა იყოს ეგ წესი და კანონი ეგრეა და არის სახლივით რო არის შენით მე რა ვიცი მე სხვანაირად დავიწყოთ ლაპარაკი იქ რო გადავიდე ნახევარი ადამიანი მომდივარ ვერ ვიტა მე იქ სულ მეტირება და სულ ვერ ვშურები ის არის შემაჭმის ქალოსაჭმიც იქ ცეცხლის გადმოცვლა სულად შაბათს უნდა იყოს შაბათს ხო შაბათს უნდა უყურო და უყუროთ ეგ ისეთი კარგი თქვენთან ერთად ვერ უყურებ ხალხო მაგრამ გეტყვით მე მაინც ხალხიც ინახავს ისედაც თქვენც ნახავთ ისედაც და ასედაც ნახავთ საქართველოში და ევროპაში ვიწყართ იმაში ნახავთ რა ქვია ინტერნეტში დაიდება მაგრამ ისე იქაც აჩვენებენ ხოლმე მაგ იმას სადადე ევროპაში აჩვენებენ ხოლმე როგორც ვიცი გიორგი დამანახე ის ხელზე რომ მაჭე სამაჯო აი ეს ყველაზე კარგი და ის ხო უხდება გიორგის ჩასუქებული ხელგეებში ის დავკარგე რა ქვია ნატურის მხე მქონდა არა სამაჯური და ძალიან დავკარგე ხელი გიორგის გაშალედე არა აქ აი ეს არა აქ ძალიან ისინი თითები არა აქ ისა ნაზიკი არა აი რაღაცნაირი თითებია გაშალედე და კარგა აჰა მოდი მოციაზე დაწე განწი არა აქ ძალიან ისა კოხტა ხელები აქ წყარს ვეცნებსა კულიში აი შეფისა კვეში აი სადა აი აფა ერთი კვილი ვაი მე დღეს ყურსი ფხანსა გიორგი იფხანსა დააწებია ხოლები რომ ბებია ჩემი თავი შემივიდა აი შემივიდა ყურში და ჩემსაც ახლა რა ხარბებია ორივე ყურები მებხანებოდა დღეს ბებია ჩემი მოისწა ნელა ვაი მე რა წარი არის რამე რო გტკივა და მოგხვდება ოჰო დღესი დაყჭა მოვარტყი რაღაცნაირად ფეჩზე უტრიადი და ისე რაღაცნაირად ასე ჩამოვკარი და ვაი თუ გულია ვაი მე რა საშინელებაა გეფიცები იმე აი აგერად დალუჯებულა ხასან მივარტყამი ხარ და ხანსა და შეგინახავს კათა რა ვიცი დილას მითხარ და მე რა კათავს აი ბესოს ეკას რომ უნდა და ხო რამდენი უნდა სა ცალ-ცალკე უნდა ავაწოლი შემინახავს აფარსა ხვალე ხომ მივარდა თორ შემინახავს ზეგ შემინახავს ისე რაღის მე ოთხარი კარგები არ ჩემეთქის რაღის კათამი ჩვენებს უნდა კათამი რაღის 7 ლარი? ვიცი რა ბაზარში რო წაიღებენ და იქ გაყიდია რამდენად გაყიდია მაგრამ რა ვიცი კობას ახლა დაურეკეს მაგრამ კობამ თქვა 8 ლარა თუ გინდა დაგიკლა ფორა და არავის არ დაუკრავო ვალარა თუ მე რა ითქო მე დაჩეს არ დაჩება მე წაიღებს და გაყიდი ბაზარში რო გაიყიდება რამდენს დაადებენ ახლა იქ აქ თუ ჩაბარებოდ მე ვიცი ასე რომ 7-ია მაგრამ აი ესე მწყიდის ის კიდე ესე ვალა ო მაი გად კაცო 7-ო სოფო ფასი არ ვიცი ოღონდ მართლა ო მაი გად მე კითხები სოფოს არა ფასი არ ვიცი არ შევკითხო ფასი ისე რატო არ უთხრა გამომვარდა თავიდან ფასი რა ხდება ხალხო რაზე ჯვირდება ეს ყველაფერი მაინე და გიორგი 1 კილო ქათამი რო 8 ლარს და ქათამი ზოგი იჭერს 2 კილო ნახევარს მე ახლა ქათამი 2 წელი 400 ხო არის ხო არის აი მე რო ქათმი ჩამოვიტანე ჩემი ქათმები იყვნენ ზუსტად რამდენი კილო გამოვიდა 2 ქათამი 5 კილო და 700 გრამი
ხო, წარმოგიდგენია. 5 კილო და 700 გრამი. რა იცი, აწონე? ავწონოთ მივთხარ ეპარისკათა ნაზის დაინტერესა. ავწონოთ მეთქი და არა, კი არა და მე ვთქვი, მეტი მეგონა, მე არა, მაგდენი არ გამოაწ. მე რა მნიშვნელობა აქვს რა 5 კილო რა. 5 კილო და 700 გრამი. 2 კათა. 2 კათა. აბა, 5 კილო და 700 გრამი, 2 ცალი ახლა ერთა? გადაიანგარჩე შენ 7 ლარობაზე, აბა? 20 ლარს ხო იჭერს კათან, მეტი კიდე. უფრო მეტი გამოვა. კი. 2 კილო 400-ები არის, 2 კილო და 300, 2 კილო და 2 კილო ნახევარი, ხო აი ესე რა. უღმერთო. 2 კილო და 500 და 2 ცალი მაინც ხო უნდა იყიდო რომ იყიდი ქათა. ხო და წარმოგიდგენია სხვა რაღაცები ხო გინდა. 7 ნახევარი, 7 ლარი ხო თქვათ? თქვათ 7 ლარი. მაგალითად 7 ლარი, ხო. 8 ლარად ყიდის იმას რა უნდა ქნას ადამიანმა. აბა. მერე 8 ლარად ესენი ჩააბარებენ. ეს მან თამაშობს ხანისი ეს კათან ხანასი არის ეს კათანი და კი ეს მესმის ამათაც ამხელა ხორცი რო ღირსახლა და აძლევა საკონცხოს 20 კილო 20 ლარს 1 კილო 20 ლარი კიდე იაფია. მომის მე ვერი კომონის 22-23 ლარი. ხო ეგრე ღირსახლა ბაზარში ხო მაგრამ აი ხო ყიდულობ მე 20 ლარში აი შენ 1 კილო იყიდე ხორცი რა გამოგივა 1 კილოსგან არა, რა 1 კილო იქ არის მაგალითად ღორის ხორცი ღირს 20 ლარი ხო ბაზარში. არა, 2 არა 20 არა. მე ხვათად გავ რა ღირს აბა ღირსახლა ეს ისინი გადამყიდველების მიაქვს 11 12 ასე ღირს ვინც ყიდის რა? ხო და ძროხის ხორცი დედა ყოველთვის ძვირია. ძროხის ხორცი ყველაზე მეტი ძვირია იმასთან. ყველაზე ძროხის ხორცი მე ყველაზე ის არის რა ქვია ჯანსაღი. კი კაცო სარგებელია რა თქმა არც დიდად ქოლესტერინის შეიცავს და არც იმას რა ქვია. რა ქვია იმას? ბევრი რკინა აქვს. რკინაც ბევრი აქვს. და ნახშირ წყალი უფრო მეტია. მე ხორი ყიდე 1 კილო 2 კილო 3 კილო 4 კილო 5 კილო აი 20 ლარობაზე ხო გამოვიდა ხო 100 ლარის გამოვიდა. რა ება შენი ხორცი 5 კილო ხორცი 100 ლარში და 100 ლარი არის ეხლა ხალხო 100 ლარი არის 10 ლარი მეტი არა. მეტი არა. არაფერი აი 10 ხალხო ლარიც არა უფრო ნაკლები. ერთი თუთი. ხალხო თქვენ ხო მაინც უყურებთ მე რა მომაქვს მაღაზიიდან. ხო გაჩვენებთ ხოლმე არა? რა მომაქვს მაღაზიიდან? არაფერი. არაფერი. რო შევკრებავ ხოლმე ხო და რო უნდა დავაწერო ეს არა ქვია. თანხა რამდენი გადავიხადე ხო? აქამდის წარბები აი აქ პირდაპირ. რა გადავიხადე? ელემენტარული. თან ის მაკარონებს რო ყიდულობთ ხოლმე 1 კილო არც არის. სად არის 1 კილო მაკარონი და წარმოგიდგენია. ხო და იმიტომ ვიძახი რომ შეამჩნიეს. მე მაგიტო ვიძახი. არ არის 1 კილო. 1 კილოც არ არის. 1 კილო სად არის? 800 გრამიც არ არის. 200 რაღაცა გრამიანია მგონი თუ არ ვწდები. ხო და 800 გრამიც არ არის იმას ვიძახი. გიორგი აი მე შენ რას გეტყვი ახალი აი ყოველთვის ჯობია წონის სიყიდო მაკარონი და წამოიღო უფრო მეტი მოგდის კი, დედა წონის და უფრო იაფია. ხო უფრო იაფში გამოდიხარ. არ არის დედი კი, მართალია, წონის უფრო უკეთესია. ის მინდა ვიყიდო რა ქვია ერთი დღე. ისეთი მაკარონი. არა, იგივე. ბევრი დედა ისეთი როა ესე ბუდესავით როა ვაიმე ხო, რა ქვია? რა ქვია მაგ მაკარონს დამავიწყდა. ფარფალეუ თუ რაღაცა ქვია. ბუდესავით არის. ესე დამრგვალებული. ხო და აი წარმოგიდგენია ისეთი რა ვიცი ეგეთ თხელ ვიყიდე და მოხარშე და ჩაიშალა და ეხლა იმედი არ ჩაიშლება. ისე ძალიან ის არის, რა ქვია, რთული ცხოვრებაც მოვიდა მართლა. მაღაზიაში ბევრი ყველაფერი ძვირდება. არ ვიცით რა ვჭამთ. არავინ არ ვიცით. და ისიც არ ვიცით საიდან არის ეს ყველაფერი შემოსული. არა, წარმოგიდგენია რა ვჭამთ ხო და. სხვათა შორის ბაზარში ხორცს აი ყიდულობ. სიტყვაზე ავიღოთ. რატო ჩდება სიმსიმე? ვიცი რამდენზე ვართ 29-ზე. რატო ჩდება სიმსიმე? აი რა ვჭამთ? იმ ზეთში რა არის, ხო არ ვიცით არა. ადრე სემიჩკის ზეთშიც აი გამოხდილი სემიჩკის ზეთები რო იყო აი კახური ხო? ჩვეულებრივად გავუკეთებია იმაში საჭმელი. შვენიერი იყო რა. ხო ჭამდით ადრე.
სხვათა შორის ძალიან გემრიელი იყო და ეხლა ვერ სუნი შეჭამდა ქონდა? ადრე სუნი ქონდა, ეხლა მძაფრი სუნი როა. ეგეთი იგივე სუნი ქონდა, მაგრამ გიორგი რაიმე მოიტანა ხალხო ის არა ქვია ზესუმზირის ზეთი, ნატურალური ზესუმზირის ზეთი. ტაფაზე რო დაასხეს ხო? რაიმე რა საზღარი სუნი გაუშვა? ოდნავ დაასხეს ხო? ოდნავ. ეგ მაგას ხმარობენ ახლა და სალათებში არის. ოდნავ დაასხეს ტაფაზე რაღაცა შევწვით. ოდნავ ხო? არ შევწვით, ვერ შევწვით გიორგი. ვერა ვერ შევწვით. და ვერ შევწვით. ისეთი საზღარი სუნი გაუშვა ხალხო, ისეთი საზღარი სუნი გაუშვა. არა და რო გადმოასხეთ სახლი. რო გადმოასხეთ, აი მართლა გესიამოვნებოდა სუნიც ისეთი კარგი. ფერიც ისეთი კარგი ქონდა. ხო, მაგრამ მე კი არ მიყვარს ეგზეთი, ახლა მაგრამ საერთოდ ვერიკო მაგას ისე აღარავინ ხმარობენ სალათებში. და ადრე სხვათა შორის. ჭამდით. სხვათა შორის ისიც, რა ქვია, ზეითუნის ზეთიც გამოიყენება სალათებისთვის. არა, ზეითუნის ზეთი ორი, ჰა? არა, ერბოსაც ახმარობდი დედანი. მაღაზიაში 11 ლარი აი, და თუნა ვიყიდო ლიბრეში არის ერბო. რა ვიცი, ფასდაკლება იქნება ახლა რაღაცა. გამოცხობისთვის მინდა. ან კარაქს ვიყიდი, დიდ კარაქს ვიყიდი და იქ იქნება. არა, იმისთვისაც მინდა, კრემებისთვისაც მინდა კარაქი. ლერის მაღაზიაში 11 და 40. მედოკი გამოაცხო, მედოკი თუ რომელი? მედოკი გამოაცხე რომ იმას ის არ მომწონს რა ქვია. იდეალი. ხო, კაი, მედოქს. მედოკი და ისა. ნაპოლეონი. მას რა ქვია, ნაპოლეონი ხო? ოღონდ ცომი ვიყიდოთ, იმ ცომებს არ გამოაცხო. ნეტა ვინაცხობს და ლაგია რა? რულეტები. რულეტები. აი შემოიტანე ერთხელ. ტომბოჩკებს რო იზი, ხვეულები კრემიანი? ეგ კარგია, მინდა მე იგი. იქ ზევით რო ვიყიდოთ გიო ცოტა. რა? ეგ ხვეულები. ის რომ მქონდეს მასალამეთი ისა დასახვევი თვითონ გავაკეთებდი, მაგრამ არა. დასახვევი არ არის და. ხო, არ მაქვს ეგადა. ისე ზევით ხო არის, მად ვინაცხობს არ ვიცი. რა ვიცი კი მომეწონა გემრიელი იყო, მაგრამ ვინაცხობს არ ვიცი. არა. იქაბარებს. არა, იზევით, არა. არა, მაგაც. აი საიდან გამახსენდა ის კინარიტურის არ ვიცი მე კი მომეწონა, მაგრამ იქ ზემოთ კარგი ის სხვათა შორის იქ უფრო უკეთესი. იქ რამდენად რა ღირსნეტა. ეხლა უნდა მისცე ზაკაზი, თქვა სიტყვაზე ამბობ. ის არის რა ქვია. წინასწარ და რა ღირსნეტა იქ ზევით ის არა ქვია. ეგენი. ლა ნახევარი. ჰა? რა ნახევარი? რა ღირდა ქვემოთ რო იყიდეში. ლარ ნახევარი მაგაც. არა, ორ ნახევარი მე ვეციეთ ცალში თუ არ ვწდები. ვარ გარი. არ ვიცი, ზუსტად აღარ მახსოვს. ეგ ვიყიდოთ ისე ქონდას მეცხრა. არ ვიცი, არ მახსოვს. არა, მაქვს დასახვა. არ ვიცი, სადმე ვიყიდოთ. ეგ კარგია, უყვას გიორგი. ეგ მიყვარს მაგის ჭამა მე. ორ ნაცო. ორ ნაცო. ოღონდ ის არის რა ქვია. ოღონდ უზრდელური საჭმელი კი არის ჩვენში დარჩეს ხალხო. რა? ნაპოლეონის და ეგეც. ო მართალია, ძალიან აი ერიდეთ. აი სადმე სუფრაზე რო ზივარ და ნაპოლეონი დევს, ვერ ჭამ. საერთოდ. ვერ ჭამ. არა და როგორ მიყვარს. მე აი ახლა ნინოსთან ახლა ახლა მივეჩვენე მაგათი რო რა ვიცი და ის არის შევჭამ ხოლმე ნინოს პოლიციის ის მოიწონს ხოლმე და ვიცი შევჭამი ქნელანი და მაგრამ კი ვეუნებ ამისთანა უცხო საჭმელი არა. ესეთი უზრდელური საჭმელი არ მინახავს, მაგრამ გემრიელია. ყველაზე გემრიელია და ყველაზე მეტად მიყვარს. კრემიც ბევრი აქვს და გემრიელია რატომაც, რა ვიცი. ყველაზე მეტად ეგ მიყვარს. მეც ესე იგი მაგითი გავყარგი. რომ მომკლას უფრაზე ვერ შევჭამ მაგას. მეც ბეჯერა ყოფილა მოხვედრა. აი თვალი გარბის მარა ვერა. თვალი გარბის ერთია და რო ავიღებ და რანაირ ჩვენ ეგ ხო მაგას აი თმები ჭაღარები რო წამომივა ხო უკვე ხო მე მეფხანებ ეს ასონია ტილეში ხუთშაბათ შეიღებე ხუთშაბათ მე ვწვაპირებ დაბანას ხუთშაბათ შევიღებო რა ვიცი მე ყვალი მინდოდა დაბანა მაგრამ ჯობია რომ ხუთშაბათს იმასა იძახის ისა დაბანა რა შეძიდა დაიბანე ყოველდღე რა ი გა გუშინარი ბანავაში ხო არა, საერთოდ არა, ძიმე დღე არის ნელი, ძიმე დღე. ეხლა ორშაბათ, ეხლა ხვალიდან იწყება უკვე? ხვალ ორშაბათი. ხო, ხვალ ძიმე ორშაბათი. დიდი ორშაბათია?
ხო, 5 წესით 5 შაბათს გუშინ არის ბანავი შენ კიდე რა მოგივიდა. თავი არ დამიბანია მე გუში. ფერგო ჩვენ ლობიანი გამოვაცხობთ კარტოფილი. ორივე. რა ლობიანი გამოვაცხო? კარტოფილიანი. კარტოფილიანი. მოიცა ხინკალიც ვიყიდოთ. ვიყიდო მამაშენ ხო უყვას. რა დაყიდლო მაგერი გვაყი ხუთი გოჩი. კიდე გამოვაცხობდე საჭმელებში, კიდე მოსკნა. როდის იყო ხალხო ის რომ ჭამე რა ქვია? ხაწელი იყო თუ აღდგომა იყო შაშა მგონი. რა. ხინკალი რო ჭამე იმის მაგივრად. ქვეყანა საჭმელი იყო და ხინკალი მოხარშე და ის ჭამე. შეგრაცა კეთდება იმდენად არეტანე. ისიც გავაკეთოთ ფილების. ისიც რა გავაკეთო? ხალხო, ეხლა მაინც ჭამე. ეხლა მაინც ჭამე, ვერ ჭამე იმაზე რა ქვია. ხაწელზე ვერ ჭამე ხალხო. ბლინჩიკებიც უნდა გავაკეთო. ეხლა მაინც ჭამო გემოზე. მეუნები ახლა მიერკაც. მიდი, ფი, რას მეუნები. აი ახლა ვიყიდოთ და გავაკეთოთ მანამდე შეარაგეს. ხო, ტორმაც გავაკეთოთ მოდი დედა. შევკრათ და იქ შევალაგოთ რამდენიც. ხო, რა, ბევრი კი არ გინდა. რაღაც მინდოდა ხალხო თქვენთვის თქვა. ხო. ეს მივარიგოთ და მოდი ახლა დავიმშვიდობოთ. ცოტა ხანი ვიყოთ და გამოვთქვათ. ცოტა ხანი ვიყოთ კაცო. რა vicი შენ არა, იმას უყურებ ხოლმე რა ქვია. წყალი მწყურია და გამოთმინდა წას. უმეცი რა. გარეთ რა. მიდი 5 წუთი დააპაუზე რა მოამაყენებ რა. იტყვიან რა არის. ლასაყავს ჰეითერი. აი ხალხო, ეხლა რას მომბ. ჰეითერების გულისთვის. აი ბოდიში და რო გააკუო ხო? შეიძლება იმას ის რაღაცა დაგიწე. მეც საქმე არ აქვს. მეტი საქმე არა აქვს და რა მაგით იკვებებიან ვებო. მაგით იკვებებიან ეგენი. და შენო პასუხს წებ. მაგალითად მე რო ვიდეოს წერ ხოლმე, იმათ უხარიათ პირიქით. ხო, გავაბრაზეთო. ხო, გავაბრაზეთო და რო არც გამოსდით ეგ არის საქმე. რაღაც რომ გამოვიდეთ. საქმე სწორედ მაგაშე, ვერაფერს ვერ მაკლები. ისე გიოში რა მაგრად საშვები. აი რა მინდოდა შენ მე თქვა იცი აი ზოგი ხელა რამეზე გადახდება შენ დაკუბრება გაგიო უკეთები ყველაფერს. აი არაფერში გადავხტე ან არაფერი ისაუბრა იცით რაღაცა. აი თავიდან ხალხო თავიდან როგორ გადავხტე? როგორ გადავხტე? როგორ გადავხტე? ზოგმა იცის უისას აი ეს ამას არ ჩაუწერს ხოლმე ზოგი ჩაწერს ხოლმე და მე არ მინდა რომ ჩავწერო, იმიტომ რომ არასად იმას აშვებიან. მაგით ახლა მე ხანდახან მე ავიყოლებ ხოლმე რომ ჩაწერე მეთქი ეგეთი ვიდეო, მაგრამ აი უბრალოდ არ უყვარს გიორგი. უბრალოდ ხანდახან ვერთობი ხოლმე რა. ხანდახან ვერთობი ხოლმე ხალხო. იცი როგორ ვიდეოებში თუ მართლა სერიოზულია და არ არის გამოსაჭენებელი ის ვიდეო და ისისა ნამდვილად არ იტყვის გიორგი, მაგრამ აი ესე სახუმარო ვაშლი ისე დაჭერილი ის იმას დაჭერი ეს ტილო ესე გადმოშ შეიძლება იმას გასცეს პასუხი სასაცილოდ ერთხელ რო უთხრა და ის როგორ გითხრა ერთხელ ვიცანცარეზე ისაო რა ქვია ძალით ნუ ცანცარებო და ხო და სულ გავაქრე ხალი გავაქრე საერთოდ არ დაუბლოკია არ დამიბლოკია არანაირად უბრალოდ ის იმას ავქენი რა ქვია წავშალე დავაგულე კიდეც კომენტარი უბრალოდ განა ვინმე კომენტარი წავშალე და იმას ავქენი რა და მართლა ის ზოგი რო მართლა აი გიორგი რამდენი ხანისა ჩაგვირთია რა ქვია ლაივი რა არის ჩვენ ლაივში უნდა გახვიდე ლაივი კი არის იცი რა მინდოდა თქმა რაღაცა გადიან ყველა და შენ უნდა გახვიდე აი აქ არა YouTube პლატფორმაზე არა მაგრამ აი TikTok კომენტარებს რო გადახედო უკვე ზღვარს გასცდნენ ისეთ რაღაცებს ამბობენ. არა, გიორგი ზოგი იმსახურებს, აი გეფიცები გიორგი ზოგი კი იმსახურებს, მაგრამ აი რაღაცა უმსგავსო უზდენ რაღაცას და იმას შენიშვნას მის ზოგი სხვათა შორის თვითონ ძალით იმას აშვება. ხო, არა, მე არ წამს ეგეთი რაღაცა, ჯერ ეგეთი ვინც გინდა რაც გინდა გააკეთოს, გინდა შეიგინოს, გინდა რაც გინდა იყოს. მე 100 წელი კომენტარები არ ვიცი, არ მიყვარს კომენტარების დაწერა. Просто თუ დაუწერ გულს დაუწერ თუ ვინ მომწონს და თუ რაღაცა არის ელემენტარული. მე კომენტარებს იშვიათად უყურო, იმასაც უყურო, ყველას უყურებთ აბსოლუტურად ჩვენ, მაგრამ აი რა ვთქვა რომ აი კომენტარებში გამოვისჩევი და ყოველდღე კომენტარებს უწერ, ნამდვილად არა. არ არის. არც არის საჭირო. შეიძლება გული დაუწერო და ზოგი გულს გიწეს, თქვა სიტყვაზე ავიღოთ, ზოგი ვითომ, მაგრამ სხვანაირად ფიქრობს ზოგი.
აი გიორგის გამომწერებზე არ მაქვს მე პრეტენზია. იმნარი კარგი ხალხი არიან, რომ ნუ არ ვიცი რა, ჩვენი გამომწერები მართლა, მაგრამ ჰეითერებს ჰეითერები ყველგან არიან ხალხო. ჰეითერები ცხოვრებაშიც ბევრს ეყოლება. არიან. ცხოვრებაშიც არიან. ზოგადად არიან და ახლა ჰეითერების გულისთვის ახლა შენ რა ცხოვრებაში არავის გაუკრიტიკები ხარ? ხო გაუკრიტიკები ხარ? მოსულა ვიღაცა და შენ საერთოდ არც კი ჰეითერი არ არის ადამიანს. გუთანაც კი არ მიმაქვს. როლანს ღავს. ვისაც რა უნდა ისილაპარაკოს ჩემზე. არ ვარ ადამიანის გალავდა. აი ხალხო, მე პირადად საერთოდ არ მაინტერესებს ვინ რას ლაპარაკობს და ვინ რას ფიქრობს ჩემზე. საერთოდ არ მაინტერესებს, არანაირად. ახლა ცუდი არანაირად არ მაინტერესებს. როგორ არ მაინტერესებს თუ კი გამრაცხველად არ მაინტერესებს. არ მაინტერესებს მე ისე მაგას. პორტად გამრაცხავ, ხომ მან გავა. საერთოდ არ მაინტერესებს. სულ შემოაიქცეთ თუ არ დაენახება არავის. ისე გავლარცხა. მაგით საზრდოობენ და არ უნდა ვასაზრდოოთ. აი უნდა ჩაუქრო ისა რა. სასუქი არ უნდა მივცეთ. და მაგალითად გამლანწყო. მანამ არა უდგათ გვერდები მე არ მეწინოს. გალანძღოთ ვირას გეტყვის ახლა შენი შუნებს გაძლევენ უბრალოდ რომ გალანძღო ძალიან უაზრო შენიშვნებია მე, არალოგიკური. აი რა ლოგიკური იყო გუშინო მან დაწერა ის არისო თმა ქრისტიანული არ არისო. რა ლოგიკური იყო ვერ გავიგე. ქრისტიანული ქალივით რომ მოგიშვიათ ხალხო ადამიანო ტაძარში არ ყოფილ ხარ? მამაო არ გინახავს? აი რა მნიშვნელობა აქვს ახლა თმა იქნება კაც თუ ტაძარში თუ არ შესულ ხარ და დაგინახა მაგის მოთვალე მაგრამ ტაძარში თუ არ შესულ ხარ და ის არის რა ქვია თუ არ შესულ ხარ ქუჩაში მაინც არ გინახავს მამაო? იცი რას გეტყვი? თმას არანაირი მნიშვნელობა არ თავარი ადამიანი იყოს და კაცი იყოს და კაცი ერქვას. ზოგს თმა არ აქვს მოშვებული, მაგრამ ის არაკაცია. ზოგი თანაც ძალიან და კაცობაზე ბევრს მოაქვს თავი, მაგრამ თმას არ აქვს არავის მნიშვნელობა, ვინც როგორი თმა ექნება, ვის როგორი ისე თავარი ადამიანი იყოს და კაცობა ქონდეს იმას, რომ კაცურად წაუდგეს საქმეს. ეხლა გაგიტვიდეს ის არა ქვია თმა. ქრისტიან, ჯერ ეგეცი ქრისტე თმა ხო ქონდა? თმა ხო ქონდა. კაცი არისო? ქრისტე არისო? მოიცა ადამიანი არისო? არ ვიცი. მაგრამ კაცი არისო? სხვადასხვანაირი ისაა გიორგი გავრცელება. აუ გამოქვაბულში რატო ხართ ზოგიერთები ადამიანო ჰა? რატო ხართ გამოქვაბულში და რატო იზრდებით ამ გამოქვაბულში რა გჭირთ? რა გამონაცდით ცოტა ხო? არ შეიძლება. ზოგი თმიანი იქნება, ზოგი მოკლეთმიანი იქნება, ზოგი ისეთი იქნება, ზოგი ასეთი კიდე იქნება. ის არის რა. უფალმა გვითხრა, შეიყვარეთ ერთმანეთი, რანაირი ადამიანი გინდა იყოს, ის ადამიანია. ხო. გინდა ინვალიდი იყოს, არ მიყვარს ეს სიტყვა ღმერთო მაპატიე, ყველაზე საშინელია ადამიანზე მაგის სიტყვის თქმა, ეს ინვალიდი კიდე რა უბედურება არის. აი ახლა უბრალოდ წარმოთქვით სიტყვა, თუ არ მიყვარს მაგ სიტყვის თქმა, რანაირი ადამიანიც გინდა იყო, მთავარია სული კონდეს იმ ადამიანს თორე და გული კონდეს და ადამიანობა კონდეს თუ არა. თმა ვინ როგორი იქნება, იმას მნიშვნელობა არ აქვს. თავარი ადამიანობა. ქრისტიანული არ არის. ან რომელ რელიგიაში წაიკითხე ეგეთი მსგავსი რაღაცა რომ კაც თმა არ უნდა კონდეს. რომელ ბიბლიაში წაიკითხე, ყურანში წაიკითხე, რომელ რელიგიაში წაიკითხე მითხარი ჰა? მამაო ქრისტიანები არ არიან? როგორც ვიცი, მე ნახო აქვთ მამაო. იცი რა არის? როგორც ვიცი, ბუდისტ ბერებს არ აქვთ ხოლმე თმები, როგორც ვიცი. ხო და ხო, მე ვიცი და ქრისტეს თმები ხო ქონდა? ადამიანი კაცი არისო ქრისტე? ხო იყო, ხო ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ხო? როგორც ჩვენ. ხორცს შესხმული ადამიანი. თმა რა ქონდა? ხო, აი ახლა ზოგი აი მე ღმერთო რა გამოქვაბულში ცხოვრობს ზოგი. აი ზოგი რო იძახის აი იმას ისე ის ჩემი საქმე არ არის. თავარი ადამიანი. მე ვაპირებ გაგეთება სტატუსს გაგეთებას. არა, უბრალოდ თავარი ადამიანი იყოს და იმ ადამიანმა გაგიგოს როგორც ადამიანი და სული კონდეს. ადამიანი, იმას რა მნიშვნელობა აქვს? ტატუ ექნება, როგორი იქნება, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. თავარია სული კონდეს და გვერდში დაგიდგეს ადამიანურად და სითბო გამოიხატოს შენს მიმართ და ადამიანურად ზოგი არც ტატუ აქვს, არც თმა აქვს, არც არაფერი არ აქვს, მაგრამ ნაგავია ზოგი. ზოგი საერთოდ მოტულებელია, საერთოდ თმა არ აქვს თმაზე, კოსა. მაგრამ ნაგავია, ბოდიში ამ სიტყვასთან.
მაგას რა მნიშვნელობა ნაგავსაც კი ვერ უწოდებ დედა. მე რახან ჩემ შვილს აქვს მე მაგაზე არ ვიძახი ნებისმიერ ახალგაზრდას გავიხსნა სასწაული. ყველას აქვს თმები მაგრამ აქვთ და თავარია ადამიანობა იყოს და რანაირიც კიდე ამ რელიგიაზე თიციან ის ისეთია ის ისეთ რა მნიშვნელობა ღმერთი არის ის მუსლიმია ის ინდუსია ის ბუდისტია რა მნიშვნელობა აქვს თავარი ადამიანი იყოს და ბევრი გეფიცები ბევრი ადამიანი უცხოელი გვერდში დაგიდგება ბევრი ვიდრე ქრისტიანი და შენი მოყვასი აი გვერდზე რომ გყავს ადამიანი ბევრი ღმერთო შეიძლება რატო აქვთ ეს ღმერთო ერთ რამეს გეტყვი ტვინი მიეცი ამ ხალხს რა დაგვეწევი აი არ მიყვარს ადამიანის აი თავი ადამიანი იყოს და ის როგორი იქნება ჩემი გადასახადი არ არის ის ღმერთთან მივა როგორიც იქნება ის ღმერთმა უნდა გაასაჯოს არა მე ის თმიანი იქნება ტატუანი იქნება გლახაგზის იქნება თუ რა იქნება ჩემთან იყოს აი როგორც ადამიანი და ადამიანურად თორე მე საერთოდ არ მაინტერესებს სხეულზე რა აქვს გინდათ საყურებელი მნიშვნელობა არა აქვს საერთოდ არ მაინტერესებს ის ღმერთმა უნდა გასაჯოს ღმერთი შვილია და ის ღმერთთან მივა და ის ღმერთი გასჯის იმას ჩვენი გასაჯელი გინდათ საყურე ეკეთოს თუ უნდა ჩემს ჯაჭვი გაიკეთოს ხო რა მნიშვნელობა სულაც არ მაინტერესებს მე მაგალითად ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა თავარია სული კონდეს წმინდა გული კონდეს წმინდა და აი ყველანაირად ის არის ხო მართალია რა ვარ თავარია სულიერობა არის ის არის შინაგანად რანაირად გარეგნულად აი ზოგი იცი რა არის ზოგი გამოქვაბულიდან როგორღაც გამოვიდა და ზოგი იქ ჩარჩა ისევ გამოქვაბულში და გამოქვაბულის გარეშეც გარეთაც არის ისა რა ქვია სინათლე გამოქვაბულის გარეთ გამოდით სინათლეა უფრო კაი სინათლეა ცივილიზაციას მაინც ახავ ვაიმე ღმერთო დიდებულო ღმერთო ტვინი მიეცი ვიღაცა ეხლა რომ მათრახმა გამწეს დამელაპარაკოს ხა ამ იმაზე ნამდვილად ამ წმინდა დღესასწაულზე ამის ლაპარაკი არ შეიძლება მაგრამ მაინც ის არ არის თმა არ არის ქრისტიანო ნეტა რომელ რელიგიაში წაიკითხა რომ რელიგიას ყველაფერს რატო მიაწერენ ხოლმე ზოგი გამაგებინეთ ხალხო დამიწერეთ გეღოწებით გამაგებინეთ რომელ რელიგიაში წერია წამაკითხეთ ერთი აბზაცი მაინც წამაკითხეთ რომელიმე რელიგიის შეიძლება გამოგუბლე ხო არ ვიცი რა ვიცი ყველას თავისი აზრი აქვს ყველას თავისი სმენა აქვს ყველას თავისი გონება აქვს ვიროგო მაგრამ თავარია მე ადამიანში ვაფასებ გულს და სითბოს და სიტყვას ვიროგო გუგლი მაინც ხო არსებობს ხო დაგუგლე რომ დაგუგლე ხო შეიძლება რომ დაგუგლო გუგლი თუ არა და ოპერაში გუგლე რა კაცო ოპერა თუ არა ოპერა ხალხო არ ვიცი მე კი არ ვიცი არ ვიცი მე კიდე ძალიან მეცი რა ვიცი მე სასაცილო არ არის გამოქვაბულში რო არიან მაგრამ რა გავაკეთოთ რა ვქნათ ვერ გამოდიან იმ გამოქვაბულიდან ჩაკეტილებით აი დედა ჩემს გამოსული ადამიანი ასე მგონი არ დაიბადება ქვეყანაში ხო აი წლოვანი ქალია ნამდვილად ყველაფერი მაგრამ ყველა ახალგაზრდას უგებს ახალგაზრდა კი არა ეხლა ის მოვა რა ქვია კიდე ზაფხული მოვა და აჭრელდება მთელი ინტერნეტსივრცე ვიდეოებით ის რატო გაცვია მოკლეკაბა აბა მოიხუთონ კაცო ზაფხულში ჰა ტოპი რატო გაცვიაო ის რატო გაცვიაო რა ქვია მოკლეკაბაო შორტი რატო გაცვიაო ამოიხუთონ მითხარი ვის როგორ უნდა ისე ჩაიწოს მაგათი გულიც ახლა ხო არავინ ამოიხუთება აი ეს ხوار ჩაიწოს იმას რა ქვია საქმე არ არის ვი როგორ ჩაიწოს ვინანაირი იქნება იცი როგორ უნდა ჩაიწვა ალბათ მაგათ თვალში ალბათ უნდა ატარო ჩაიწვა ბურკა და ატარო ჩადრი რომ არავინ არაფერი დაგინახოს სახეც კი არ დაგინახოს კი ვერა მოიხუთებიან ხალხო იმ სიცხეში არა ახლა ყველას თავისი აზრი ყველას თავის ჩაცმა გინდა შიშველი გაივლის და გინდა მოკლეკაბა რატო გაციო ტოპი რატო გაციო ვაიმე ჩადალია ბებია ჩემი ხო არის 60 რამდენი სადამავე 72-ის ხდება ხო 71-ის არის ხო და არ სტატუსია მოხუცი არ არის ჰა არ სტატუსია მესმის რომ მოხუცი ხარ შენ დროს არ იყო ბებია ჩემი მოხუცი არ არის
არ სტატუსია გართულება, არც საყურეზეა გართულება, არაფერზე არა გართულება დედაჩემს, არც მოკლეზე, არც გრძელზე. თავარია გიხდებოდეს და ჩაიცვა. მოდი გიორგი წავედით. წავედით ხალხო ახლა დაგემშვიდობებთ დაგემშვიდობებით. კარგად იყავით. ჯამთელად იყავით. კიდევ ერთხელ გილოცავთ. კიდევ ერთხელ მისი და მისი მადლი და ძალი გვარავდეთ ამერია უკვე, გაიხარეთ, გამრავლდით და რა ვიცი, ყველაფერი საუკეთესო ყოფილიყოს თქვენთვის. აბა ხალხო. კარგად იყავით. ახლა დაგემშვიდობებით თქვენ მომავალ ვიდეომდე. კარგად იყავით, მაგრად იყავით. აბა ჰიდაბაჰო. ხო, ერთ რამის დავამატებ, კიდე ის მითხარი ქალბატონო, რომ ევროპაში ვიყავიო და ალბათ იქ თმაც არ გინდა, თმაც არა აქვთ. ალბათ შეფუთულები დადიან ხალხი. კარგად იყავით ხალხო. მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. ბაი. მაგან ვინც დაწერა, ევროპაში ვიყავიო და თმა არა დამიყო. ალბათ გარეთ არ გამოდიოდით თორე ევროპელებსაც აქვს. და გამდენი ვიღაცა ხარ ვერაფერს თუ ვერ ხვდები ადამიანო. დარჩიმა გამოქვაბულში და ნუღა იმასია, Wi-Fi გამოუხდები. გეყოფა 50 წახვედი. ხალხო. ბოლოს ერთ რამეს გეტყვით, მიდით გეხვეწებით Wi-Fi გამოუხდეთ ამ ქალს. Wi-Fi გამოუხდეთ. კარგად იყავით, ბაი ხალხო, ბაი. კარგი საღამო. კარგი საღამო და პოზიტიურ საღამოს გისურვებთ.